პრემიერ-მინისტრი ღია წერილით დონალდ ტრამპსა და ჯეი დი ვენსს მიმართავს. ირაკლი კობახიძე გამოხატავს სურვილს სუფთა ფურცლიდან განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის. ამასთან დაკავშირებით მთავრობის მეთაურმა ამერიკას წერილით რამოდენიმე კვირის წინ მიმართა, თუმცა არც ამ წერილსა და არც მის საჯარო განცხადებებზე პასუხი დღემდე არ მიუღია. რამდენიმე კვირის წინ მოგმართეთ წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით. აღნიშნულ წერილს წინ უსწრებდა ჩემი საჯარო განცხადებები, სადაც ღიად გამოვხატავდი საქართველოს მზაობას სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით გაგვიახლებინა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. თუმცა პასუხი ჩვენს წერილზე და საჯარო განცხადებებზე დღემდე არ მეგვიღია. მეტიც, დღემდე უმაღლეს დონეზე არ შემდგარა არავითარი კომუნიკაცია საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებებს შორის. აღნიშნული დუმილი გასაკვირია ქართული ხალხისთვის და საქართველოს ხელისუფლებისთვის რამდენიმე მიზეზის გამო. პირველ რიგში უკვე მრავალი წელია საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე საიმედო პარტნიორი ჩვენს ურთულეს რეგიონში, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. საქართველო მხარში ედგა ამერიკის შეერთებულ შტატებს ყველაზე ცხელ წერტილებში, მათ შორის ერაყში და ავღანეთში, სადაც საქართველო ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ჯარისკაცით იყო წარმოდგენილი. მხოლოდ ამ ორ მისიაში მონაწილეობით ჩვენმა პატარა ქვეყანამ ამერიკის შეერთებულ შტატებს 2.5 მილიარდი დოლარი დაუზოგა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან საქართველოსთვის გაწეულ რეალურ დახმარებას მრავალჯერ აღემატება. რეალურ დახმარებაში არ ვთვლით თანხებს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის გადასარჩენად გამოიყო 2008-11 წლებში. მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა Deep State-ის დავალებით რუსეთთან ომი დაიწყო, რეალურ დახმარებაში ასევე არ ვთვლით თანხებს, რომელიც ამერიკის საელჩოს USAID-ის, ნედის, სოროსის ფონდის და სხვა არხებით საქართველოში რადიკალიზმისა და სიძულვილის გასაღვივებლად, რევოლუციების მოსაწყობად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იმიჯის შესალახად, რელიგიური ექსტრემიზმის წასახალისებლად, სახელმწიფო ინსტიტუტების დასასუსტებლად, გენდერული და LGBT პროპაგანდის საწარმოებლად და სხვა მსგავსი მიზნებით გამოიყოფოდა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველო მრავალი წლის მანძილზე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორად რჩებოდა და ამგვარი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მზაობას დღესაც გამოხატავს, ახალი ადმინისტრაციის დუმილი როგორც საქართველოს ხელისუფლებისთვის, ისე ქართველი ხალხისთვის გასაკვირია. საერთაშორისო რეიტინგების თანახმად საქართველო არის ლიდერი რეგიონში დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობის, სახელმწიფო ინსტიტუტების სიძლიერის, კორუფციის სიმცირისა და სხვა კრიტერიუმების მიხედვით. საქართველოს ლიდერობას ადასტურებენ ისეთი ინსტიტუტებიც, რომელთა მიმართ თქვენს ადმინისტრაციას განსაკუთრებული ნდობა აქვს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით და იმ ფონზე, რომ თქვენ არაერთ თუნდაც ღიად არადემოკრატიულ და ავტორიტარულ სახელმწიფოსთანაც აწარმოებთ აქტიურ დიალოგს და კომუნიკაციას, საქართველოსთან დაკავშირებით თქვენს დუმილს ჩვენთვის ლოგიკური ახსნა არ აქვს. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ დავაკვირდებით ჩვენი ხელისუფლებისა და თქვენი ადმინისტრაციის საჯარო რიტორიკას, თვალშისაცემია სრული ღირებულებითი და იდეოლოგიური თანხმედრა ჩვენს ხედვებს შორის. ჩვენ ღიად ვსაუბრობდით Deep State-ის, USAID-ის, ნედის და სხვა შესაბამისი სუბიექტების დანაშაულებრივ საქმიანობაზე რამდენიმე წლით ადრე, ვიდრე თქვენ იდენტურ განცხადებებს გააკეთებდით. ჩვენ გვაქვს სრულიად იდენტური შეფასებები უკრაინის ომთან, გენდერულ და LGBT პროპაგანდასთან და მრავალ სხვა საკითხთან დაკავშირებით. ამგვარი ღირებულებითი და იდეოლოგიური თანხმედრის ფონზე ქართველი ხალხის პირვანდელი მოლოდინი იყო, რომ საქართველო იქნებოდა ერთ-ერთი პირველი, რომლის მიმართაც თქვენი ადმინისტრაცია განსაკუთრებულ ინტერესს გამოხატავდა. ამგვარი ინტერესი თქვენ გამოხატეთ რუმინეთისა და გერმანიის მიმართ, სადაც ევროპული ბიუროკრატიის მხარდაჭერით არადემოკრატიული აქტები განხორციელდა. თუმცა ქართველი ხალხის და ჩვენ დაგასაკვირად, საქართველოსთან მიმართებით ამგვარი ყურადღება თქვენ დღემდე არ გამოგიჩენიათ. მეტიც, კვლავაც ზალაშია სრულიად გაუგებარი სანქციები საქართველოს ვიცე-პრემიერის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიმართ, რომლებმაც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი და USAID-ის ხაზით დაფინანსებული რევოლუციის მცდელობა და ძალადობა ეფექტურად აღკვეთეს. გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ ამერიკის კონგრესმა მიიღო აბსურდული კანონი, ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი, რომელიც არის ტრულად გამშვალული ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. სიტყვა მეგობარის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეს კანონი გვახსენებს ჯორჯ ორუელის მოდელს, რომლის მიხედვითაც ომი არის მშვიდობა მტერიკი მეგობარი.
სხვადასხვა პარლამენტისგან აბსურდული აქტების მიღებას ჩვენ ბოლო პერიოდში მიჩვეულდი ვართ და ამგვარად მეგობარ აქტზე საერთოდ არ გაბამახვიდებდით ყურადღებას, რომ არა ის გარემოება, რომ ამ აქტს არაერთი სუბიექტი თქვენს ადმინისტრაციას მიაწერს. ამ აღქმას ამყარებს ის გარემოებაც, რომ თქვენს ადმინისტრაციას მეგობარ აქტზე არავითარი კრიტიკული განცხადება არ გაუვრცელებია. ამ ყველაფრის გამო ეს კანონი ამცირებს ქართული ხალხის ნდობას არა მხოლოდ კონგრესის, არამედ სამწუხაროდ თქვენი ადმინისტრაციის მიმართაც, რომელსაც ქართული საზოგადოება სხვაგვარი იმედით შეჰყურებდა. ბოლოდროინდელი მოვლენები ქართულ საზოგადოებაში აჩენს განცდას, რომ განცხადებები Deep State-ის დამარცხების შესახებ მხოლოდ ამ უკანასკნელის რებრენდინგის მცდელობაა და სხვა არაფერი. ხალხისთვის გასაკვირია, რომ თქვენ ბაიდენის გადაწყვეტილებებს მკაცრად აკრიტიკებთ, მაგრამ მის დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს დღემდე არ ასწორებთ. თუმცა, ჩვენი ხელისუფლება საჯარო განცხადებებში კვლავაც გამოხატავს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენი ადმინისტრაცია Deep State-ის დამარცხებას რეალურად შეძლებს, რაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვაზე და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე უსათუოდ აისახება. რეალურადაც ამის ძალზე დიდი იმედი გვაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავაც გაგრძელდება ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში დაგეგმილი რევოლუციური სცენარის მოქმედება. შეგახსენებთ, რომ USAID-ისა და NED-ის მიერ დატრენინგებული და დაფინანსებული 250-მდე ადამიანი დღემდე ყოველდღიურად იკრიბება ქვეყნის დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე, რაც იმის უტყუარი მტკიცებულებაა, რომ Deep State-ს რევოლუციის გეგმა თაროზე ჯერაც არ შემოუდია. როგორც უკვე აღინიშნა, მიუხედავად იმისა, რომ კითხვები კითხვებს ემატება, ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს და გვაქვს იმედი, რომ Deep State-თან თქვენი დაპირისპირება გულწრფელია და ის Deep State-ის დამარცხებით დასრულდება. საქართველოს ხელისუფლება მუდმივად ელოდება ამ მომენტს, რაც საფუძვლად უნდა დაედოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ჩვენს ქვეყნებს შორის. წარმატებებს გისურვებთ ამ ბრძოლაში. ამერიკის შეერთებულ შტატებს ვუსურვებთ სიმტკიცეს და კეთილდღეობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ამერიკის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტისადმი გაგზავნილ ღია წერილს შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. როგორია გამოხმაურებები? იმიტომ ვერ მიიღო პრეზიდენტ ტრამპისგან და მისი ადმინისტრაციისგან საპასუხო წერილი, რომ მათ არ აღიარებენ და ეს ყველამ კარგად ვიცით, რომ არც ერთი ცივილიზებული ქვეყანა ამ კრიმინალთა რეჟიმს პუტინის რუსეთის მეხუთე კოლონას არ აღიარებს როგორც ლეგიტიმურ ხელისუფლებას. რაც შეეხება თანხმედრას, არაფერში არ არის თანხმედრა, ეს არის მოჩვენებითი თანხმედრა, ისევ როგორც მოჩვენებითი იყო ის ლაპარაკი, რომ თითქოს ივანიშვილის ბანდას უნდა ევროკავშირში გაწევრიანება, ნატოში გაწევრიანება. ეს არის კიდევ ერთხელ უფრო ღიად დადასტურება იმ ფაქტისა, რომ ვერანაირად დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკება ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს ხელისუფლების ვერ მოხდა და ახლა უკვე ღიად მოხდა წერილის გავრცელება იმასთან დაკავშირებით და აღიარება, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკება ვერ განახლდა ახალი ადმინისტრაციის პირობებში. ეს არის უსუსურობის სასოწარკვეთილი გამოვლინება, უსუსურობის ისეთი ხარისხია, რომ სერიოზულად კომენტარის გაკეთებაც ჭერს, მაგრამ ძიმე არის ის, რომ როგორც გითხარით, ქართველი ხალხის და საქართველოს სახელმწიფოს სახელით აგზავნიან მსგავს წერილებს. ხაზგასმული არის ის პრობლემები, რა პრობლემებიც შექმნა ბატონი ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩვენთან ურთიერთობაში და არის ასევე ხაზგასმული ის სრული თანხმედრა ღირებულებებით ნაწილში, პოლიტიკურ ხედვებში, ჩვენს გზავნილებში და ასე შემდეგ და ის თემები, რაზეც ბატონი დონალდ ტრამპი დღეს ესე ღიად საუბრობს, ქართულ ოცნებას ამ თემებზე ღიად საუბარი დაწყებული აქვს უკვე დაახლოებით 3 წელია. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ უნდა გადაიტვირთოს ეს ურთიერთობები და ახალი ფურცლიდან უნდა დაიწყოს. ბევრი თანხმედრის მიუხედავად დასანანია, რომ აქამდე ჯერ ჩვენ არ გვაქვს, არ გვესმის მკაფიო პოზიცია ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის და ჩვენ გვაქვს იმისი სურვილი და იმედი, რომ ძალიან მალე უახლოეს მომავალში განისაზღვრება და გამოიკვეთება ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით. გვესმის, რა თქმა უნდა, რომ მისი დღისესრიგი, მათი დღისესრიგი არის საკმაოდ გადატვირთული, მსხვილი დიდი ისეთი თემები, როგორც არის ომი ევროპაში, ომი ახლო აღმოსავლეთში, ასე შემდეგ, ჩინეთთან ურთიერთობა, რუსეთთან ურთიერთობა გასაგებია, მაგრამ ჩვენი სურვილები და მიზნები გვაქვს და ამ წერილის პათოსი და აზრით სწორედ ამას ემსახურება. მეგობარი აქტი Deep State ამერიკასთან და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობები ძირითადად ამ საკითხებზე საუბრებს დაუთმეს დეპუტატებმა პარლამენტის ხმაზე პოლიტიკური განცხადებებისთვის განკუთვნილით, რომ ქართული ოცნების აზრით ორმაგი სტანდარტი Deep State-ის საამარკო ნიშნად იქცა და დღეს ამერიკა და ევროპა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას.
კანონმდებლები იმედოვნებენ, რომ ამ ბრძოლიდან ევროპა გამარჯვებული გამოვა და საქართველოს სწორედ იმ ევროპის ნაწილი გახდება, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებს დაუბრუნდება. ქართული ოცნების დეპუტატების განცხადებით, საქართველოს ამერიკას Deep State-ის წინააღმდეგ ბრძოლაში გულშემატკივრობს, რის დასტურადაც ისინი საქართველოს პრემიერის დღევანდელ ღია წერილს ასახელებენ. 9 მაისის მორალი არის, რომ ჩვენ გმირების ქვეყანა ვართ და ყოველთვის სწორ მხარეზე ვდგევართ. ევროპაში კი ყოველთვის ყველაფერი სწორი არ იბადება. და ის ფაქტი, რომ ფაშიზმი დაიბადა და გაღვივდა ევროპის შუაგულში, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ჭეშმარიტების კომპასი არ არის გეოგრაფია. ჭეშმარიტების კომპასი არის არჩევანი სიკეთესა და ბოროტებას, სიმართლესა და ტყუილს, მშვიდობასა და ომს შორის. 9 მაისის მორალი გვახსენებს, რომ ჩვენ ვართ ნამდვილად გმირების ქვეყანა და ჩვენი ბრძოლა ისტორიულად იყო ყოველთვის სიმართლისთვის. და როდესაც ნეოფაშიზმის და სიმართლის ჩახშობის წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლა დღესაც მოსაგებია, ვერასდროს, სადაც და ვისთანაც არ უნდა მოიკიდოს ფეხი ფაშიზმმა, საქართველოში ის ვერ დაისადგურებს. საქართველოში ჩვენ ამას უკვე დიდი ხანია შევეჩვიეთ სამწუხაროდ, როდესაც შიდა რადიკალური ოპოზიცია და მათ უცხოური მფარველები ცდილობენ უგულებელყონ ჩაახშონ და შეურაცხყოფა მიაყენონ განსხვავებულ ეროვნულ ხალხის ხმას. მაგრამ მათ ეს არ გამოუვიდათ და არც გამოუვათ და დღეს რომ ამ დარბაზის ნაწილი ცარიელია, ამის ძალიან კარგი დამადასტურებელი ფაქტია. დღეს შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მათ წააგეს ეს ბრძოლა საკუთარ ხალხთან და საკუთარ ქვეყანასთან. იმედია, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მაინც საბოლოო ჯამში ევროპა ამ კრიზისიდან მალე უფრო გამარჯვებული და უფრო ძლიერი გამოვა და საქართველო გახდება ნაწილი სწორედ იმ ევროპის, რომელიც დემოკრატიულ საფუძვლებს დაუბრუნდება. ახლა, როდესაც გეოპოლიტიკა ასე შეიცვალა, არავის მივცემთ უფლებას სამშობლო წაგვართვას, მსოფლიოს სხვადასხვა სტრუქტურაში არსებული უხილავი ძალები საქართველოს შიდა საქმეებშიც აფათურებენ ხელს. ეს მცდელობები 2022 წლიდან უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდა. გთხოვეს სანქციების დაწესება, რაც საკუთარი ქვეყნის დასჯა იქნებოდა, გთხოვეს ომში ჩართვა, რაც საქართველოს ნაცარტუტად აქცევდა, გთხოვეს უცხოელი მოსამართლეები აირჩიეთო, რაც მართლმსაჯულებას გაანადგურებდა. ამის გაგრძელება ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტიც, რომელსაც მეგობრულთან საერთო არაფერი აქვს, ეს კოლექტიური ნაცმოძრაობის გადარჩენის აქტია, რაც მჯერა ასევე განწირულია მარცხისთვის. როგორც გარედან ისე ქვეყნის შიგნით ძალიან ხშირად ცოტა ისე არასერიოზულად უყურებენ ჩვენს განცხადებებს ხოლმე, რომ არის იყო მცდელობა საქართველოს ომში ჩათრევის და ეს მცდელობები შეიძლება ხა ისე მკაფიოდ აღარ არის დღეს, მაგრამ ბოლომდე არც ეხლა განელებულა. პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შემუშავებული საკანონმდებლო პაკეტიც. ის 18 კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. მთავრობის ინიციირებული ცვლილებათა პაკეტი პარლამენტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ წარადგინა. ალექსანდრე ჯარახველიძის განცხადებით, სისხლის სამართლის კოდექსში შემოდის საჟელის ახალი სახე, ქვეყნიდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა, რაც იმ უცხოელების წინააღმდეგ გამოქმედება, ვინც დანაშაული ჩაედინა. ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ვადა 2-დან 10 წლამდე იქნება. მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში კი შესაძლოა იყოს ქვეყანაში 5-დან 20 წლამდე ვადით შემოსვლის აკრძალვა. საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევა და ჯარიმები იმ უცხოელებისთვის გამკაცრდება, ვინც ქვეყანაში უვიზო მოგზაურობის წესებს დაარღვევს. გასულ თვეებში ჩვენ არაერთი უცხოელი ვიხილეთ რუსთაველის გამზირზე, რომელიც ჩართული იყო დესტრუქციულ ქმედებებში. მათ მიმართ არაერთი სასამართლო გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი მათი მხრიდან კონკრეტული სამართალდარღვევის შესახებ, გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული პატიმრობაც მათ მიმართ, თუმცა გაძევების არანაირი მექანიზმი არ არსებობდა. შესაბამისად, სწორედ ეს მუხლი მოგცემს საშუალებას, რომ ადამიანები, რომელიც დესტრუქციის მიზნით შემოდიან ქვეყანაში, მათ მიმართ გამოყენებული იქნეს ღონისძიება, ქვეყნიდან გაძევება და გარკვეული ვადით ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა. Რამდენად იყო დაგეგმილი შეგნებულად მათი ჩართვა ასეთ პროცესებში, იყვნენ თუ არა ეს ჯგუფები ორგანიზებულები, დაკავშირებული რადიკალურ ოპოზიციასთან, მე მესმის შეიძლება გამოძიების საკითხია, თუმცა როცა ამ ადამიანებთან იყო კომუნიკაცია, დაკითხვა, რამდენად აცნობიერებდნენ ისინი, რომ უცხო ქვეყანაში არ მხოლოდ აქციაში იღებდნენ მონაწილეობას. გამიჭირდება იმის თქმა, რომ თქვათ რა ორგანიზებული კავშირები ჰქონდათ და თქვათ რა მიზნით იყო ეს ხალხი შემოსული, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოიკვეთა.
გარკვეული რაოდენობა ამ პირებისას სწორედ აქციების წინადღეებში იყო ქვეყანას შემოსული და ეს ფაქტი შეიძლება დამატებით კითხვის ნიშნებს აჩენდეს. გარდა ამისა, სამწუხაროდ იყო შემთხვევები, რომ ეს ადამიანები ჩართული იყვნენ და აქტიურად მოუწოდებდნენ პირებს დესტრუქციული ქმედებებისკენ. სამწუხაროდ გვირთულებდა საქმეს ის ფაქტი, რომ მიუხედავად იმისა, რომ 10 დღიანი, 15 დღიანი პატიროებიც იქნა გამოყენებული რამდენიმე პირის მიმართ, მათ ქვეყანაში უვიზოთ დარჩენის ერთწლიანი ვადები ჰქონდათ და შესაბამისად ამ ადამიანების მიმართ გაძევების პროცედურა ფიზიკურად ვერ დავიწყეთ. Კონდა მაგალითად ეს შემთხვევა, როდესაც ანჩისხატის ეკლესიას სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა კვერცხები დაუშინეს და ამან საკმაოდ დიდი აგრესია გამოიწვია საზოგადოებაში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 თვით ადრე ისევ ბუნდოვანია რისთვის ემზადება ოპოზიცია. ოპოზიციური პარტიებიდან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ამ ეტაპზე კატეგორიულად მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა და ახლები გამორიცხავენ. ამ დრომდე ბუნდოვანი პასუხი აქვს პარტიებში ლელოსა და გახარია საქართველოსთვის. რაც შეეხება გირჩს, პარტიაში აცხადებენ, რომ მუნიციპალური არჩევნებისთვის უკვე აქტიური მზადება აქვს დაწყებული. მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ საარჩევნო მარათონში საბოლოოდ ბარერ გადალახული ყველა ოპოზიციური პარტია ჩართვება, თავად ქართული ოცნება კი წინასაარჩევნო კამპანიას ოფიციალურად უახლოეს კვირებში დაიწყებს. ქვეყანაში ადგილობრივი სხვა არჩევნები ტარდებოდეს, ნაციონალური მოძრაობა მონაწილეობას მიიღებდა. ოღონდ ნაციონალური მოძრაობა მონაწილეობას არ მიიღებს ეს ოპერაციაში, რომელიც უნდათ რომ გაასაღონ, თითქოს ის არის ადგილობრივი თუ სხვა არჩევნები. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა განვასხვაოთ, რა არის სპეცოპერაცია, რომელსაც ეს მოღოლათა რეჟიმი არქმევს არჩევნებს და რა არის არჩევნები, რომელიც, შეიძლება ხარვეზებით იყოს წარმოუდგენელი, რომ იდეალურად ჩატარდეს ამ რეჟიმის, ასე ვთქვათ, ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, ამ რეჟიმის მიერ ამ პროცესზე კონტროლის დაკარგვის შემდეგ. ის, რაც ადამიანის თავისუფალი ნების გამოხატვის საშუალებას არ აძლევს, არ შეიძლება ჩაითვალოს არჩევნებად. შესაბამისად, ჩვენი პასუხია ცალსახა, ჩვენ არ ვიღებთ ამ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მონაწილეობას. ნებისმიერი პარტია, რომელიც მიიღებს მონაწილეობას კრიმინალურ არჩევნებში, იქნება ამ კრიმინალის თანამონაწილე. ჩვენი თავარი ორი ამოცანა გახლავთ, მივახცევთ პოლიტიკადებრების გათავისუფლებას, ხელახალი არჩევნების ჩანიშვნას. ნებისმიერი საუბარი თვითმმართველობის არჩევნებზე, ან ნებისმიერი საუბარი იმასთან დაკავშირებით სხვა პარტიის წარმომადგენელი რა კომენტარს აკეთებს, ეს არის ქართული ოცნების წისქვილზე წყლის დასხვა. 5 თვის შემდეგ რა დადგება დღის წესრიგში იმ საკითხის შემოტანა აბსოლუტურად არარელევანტურია და დამაზიანებელია პოლიტიკური პროცესისთვის. დასავლეთ საქართველოში რეგიონული ტურნე ემსახურებოდა და ემსახურება პარტიის გაძლიერებას, დროულად იმ ადამიანებს, რომლებსაც სურს მეტი ინფორმაცია მიიღონ პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებით, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. ჩვენ ვემზადებით ნებისმიერი არჩევნებისთვის, ვემზადებით საპარლამენტო არჩევნებისთვისაც, ვემზადებით მუნიციპალური არჩევნებისთვისაც. ზოგადად უნდა გესმოდეთ ერთი მარტივი ჭეშმარიტება, პარტია, რომელიც არჩევნებში არ იღებს მონაწილეობას, ფუნქციას კარგავს უბრალოდ გამოგზავნდნენ ეს პარტიები, რომლებიც ამბობენ რადიკალურად გადაჭრით, რომ ჩვენ არ ვიღებთ არჩევნებში მონაწილეობას. რას თავაზობენ საკუთარ ამორჩეულს, ამას ამბობენ. ზოგიერთ მათგანს კამპანიები აქვს დაწყებული, ხო? ეს არ არის მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც მედიურად ვრცელდება. ახლა ჩვენ ვართ პარტია, რომელიც გაშლილი არის და წარმოდგენილი არის მთელი საქართველოს მასშტაბით. რეგიონებში ჩვენ ინფრასტრუქტურა გვაქვს ყველგან. და ეს ინფორმაცია ჩვენ მოგდის. როგორც ჩანს, ჩამოყალიბდნენ ისინი, რომ ეს ნაწილი ყოველ შემთხვევაში ვაპირებენ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და ამზადებენ ერთგვარ საინფორმაციო სივრცეს, გარემოს იმისთვის, რომ მათი ამორჩევლებისთვის, რომელსაც ამდენი ხანი ატყუებდნენ და პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ არაპირებენ მონაწილეობას, ამათთვის, ამ ადამიანებისთვის რაღაცნაირად მისაღები გახდება ეს გადაწყვეტილება. მე ასე ვხედავ ამ ტიპის მოძრაობებს, ესე ნაწილ-ნაწილ წვეთ-წვეთად ამ ინფორმაციების გამოშვებას, რომ შეაგუონ საკუთარი ამორჩეველი, რომ აქამდე ის რადიკალიზმი რაც ჰქონდათ, ეს თურმე იყო ტყუილი უბრალოდ და ისინი ჩვეულებრივ აგრძელებენ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას. ჯერჯერობით ფარულად, მაგრამ რაღაც ეტაპზე ალბათ გამოვლენ კიდეც საჯარისო. არის
ნათელი აშკარა, რომ პარტიების ნაწილი არის პირდაპირ უკვე ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში და მაინც ტყუილით გამოდიან საჯარო გამოსვლებში და თავისივე ელექტორატს, მცირე ელექტორატს ატყუებენ თითქოს ისინი არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ. კარგია, თუკი კონკრეტული პარტიის ლიდერები უკვე ღიად ამბობენ, ასახელებენ, რომ ისინი იღებენ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. ერთის მხრივ რა თქმა უნდა, რაც ნაკლები ექსტრემისტული და რეაქციული პოლიტიკური ძალა იქნება საქართველოს საკანონმდებლო ადგილობრივ თვითმმართველობის საკანონმდებლო დონეზე არჩეული, ეს ბუნებრივია ქართულ პოლიტიკას წაადგება, თუმცა ის რომ ეს რადიკალური პარტიები უმალავენ საკუთარ ამორჩეველს იმ ფაქტს, რომ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას, ცხადია, ამას კიდევ ერთხელ პასუხი საზოგადოების მხრიდან დაეცემა, ხაზი რომ გავუსვათ. 64-ვე მუნიციპალიტეტში ქართული ოცნება დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს. პარლამენტში წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგის ხდომა გაიმართა. კომისიის წევრების წინაშე დღეს მოქალაქე გიორგი ხოჭავა წარდგა, რომელმაც მისი უფლებების შელახვის, მის მიმართ განხორციელებული წამებისა და არადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ისაუბრა. რა ფაქტები გაიხსნა ხოჭავამ და რა კითხვები ჰქონდა საგამოძიებო კომისიის წევრებს? 19 წლის ვიყავი. საღამო პერიოდი იყო და მივდიოდი რაღაც საქმეები მქონდა ნათესავთან და ნათესავის სახლიდან ბრუნდებოდი სახლში. გააჩერა ორმა პიკაპმა. გადმოცვიდნენ ესენი და ჩამსვეს მანქანაში. სამმართველოსთან გაჩერდნენ. დაახლოებით 5 წუთში სამმართველოს ეზოდან გადმოვიდა მეგის გარდავა. ჩაჯდა თავის მანქანაში და როგორც მეგის გარდავა ჩაჯდა თავის მანქანაში, გადმომიყვანეს და ჩამსვეს მეგისთან. ეს არა ადამიანი, მხეცი, ცხოველი, რავი, ცხოველიც არ ეწოდება ალბათ ამ ადამიანს. მეუბნება რაღაც საქმეებს, კონკრეტულად ქურდობას ეხება ეს ყველაფერი. და მეუბნება, რომ ეს ქურდობა გავაკეთე მე და ეს ქურდობა უნდა მეღიარებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში რამოდენიმე წუთიც კი არ ვიცოცხლებდი. მე მას უთხარი შემდეგი სიტყვები, რომ ეს ქურდობა მე არ ჩამიდენია და მე არ ვაპირებ ამის აღიარებას. თვითონ დაძრა მანქანა და ყოფილი ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე წამიყვანა. მეგის გარდავამ დამარტყა და დავეცი ძირს. დაახლოებით 20 ადამიანი ფეხით, ხელით ცემდნენ, დამიწყეს ცემა და ამ ცემის პერიოდში ჩამიდეს კონკრეტულად კოხტა კოდუამ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. თმებით ძირს ვეგდე და ესე გადამატრიალა მეგის გარდავამ და ჩემ სისხლის გუბესთან დამადებია თავი და მითხრა რომ ამელოკა. მე ისევ რეაგირება არ მქონდა. თვითონ დამადებიეს თავი და ჩემი სისხლის გუბეთი მომისვარეს სახე. წამიყვანეს ჩემთან სახლში. უკვე ღამე იყო. სახლში ეს ამბავი არავინ არ იცოდა ჯერ კიდევ. ემიყვანეს სახლში. მოითხოვეს მეზობლები შემოსულიყვნენ. რომ მოწმის სახით დასწრებულიყვნენ ეგრეთ წოდებულ ჩხრეკას, მაგრამ წინასწარ ვიტყვი, რომ ჩემი სახლიდან არაფერი არ ამოუღია. მოწმის სახით შემოვიდა ჩემი თანატოლის, ჩემი მეზობლის, ჩემი ახლო მეგობრის მშობლები. გონერი ჩუხუა, ადამიანი, რომელმაც ხმა ამოიღო და მათ უთხრა, როცა
მეგის ქარდავამ და კოხტა კოდუამ დედა ჩემმა როცა ნახა დაიწყო ყვირილი და გახდა ცუდად როგორც მოასულიერეს მეგის ქარდავამ და კოხტა კოდუამ დედა ჩემს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა ამ დროს ჩემმა მეზობელმა გონერი ჩუხუამ ამოიღო ხმა და უთხრა თუ რა შვებოდნენ რა საკეთებდნენ ისინი ადამიანი ისე ცემეს რომ ადგილზე მიაღებიეს ინსულტი ეს ადამიანი დღემდე მეორეჯერ მიიღო მაგის მერე ინსულტი გადამიყვანეს სამმართველოში და შემიყვანეს ეგრეთ წოდებულ ამოსაცნობ ოთახში მაშინ ჩემი ძმა 14 წლის იყო მამა ჩემი და დედა ჩემი ამოსაცნობი ოთახის მეორე მხარეს დამიყენეს ისევ დამაჩუქეს მეგის ქარდავამ დამადო თავში იარაღი და მეუბნებოდა რომ მე შენ ეხა გეისვრი თუ არ მეტყვი სად არის ალიბები და მე დავხოცავ შენ მშობლებსო გადამიყვანე ზუგდიდის ციხეზე როგორც კი შემიყვანეს მიმღებში უთხრეს მოკალით და ათქმევინეთ ზუგდიდის ციხეზე შესულისთანავე დაიწყო ისევ ჩემზე ფიზიკური ძალადობა ისევ ჩემი წამება და არაადამიანური მოკრობა ამ დროს ჩამოვიდა ჯიჭონაია დიმიტრი რომელსაც ჩემ საქმეზე აქვს ბრალი წარდგინებული და რამოდენიმე 10 წელზე მეტი საჯელი აქვს შეფართებული. პატივცემული კომისიისგან პატივცემულებო ვითხოვ ჩემ საქმეზე წარედგინოს ბრალი მეგის ქარდავას, წარედგინოს ბრალი კოხტა კოდუას და კიდევ რამოდენიმე თანამშრომელს. მე რა ფაქტებსაც ყვები ჩემი სახლის მისვლა, ჩემი ინგირის აეროპორტში წაყვანა, იქ წამება, სამმართველოებში და სამმართველოებში წამებები ყველაფერი არის გადაღებული. დღეს შემოვიდა კამერაში, კოდუა იყო, როგავა იყო კიდე, ჯიჭონაია იყო და ნუ იყვნენ კიდე რამოდენიმე ციხის თანამშრომელი გამიყვანეს გარეთ. და მითხრეს რომ ეგრეთ წოდებულ კვატიას ეძახდნენ ხელები ესე უნდა გაეკეთებია პატიმარს უნდა ჩამჯდარიყო და იქით უნდა გაეულო სანამ ისინი არ გეტყოდნენ რომ შეტრიალებულიყავი შენ არ უნდა შეტრიალებულიყავი და არ უნდა წამოსულიყავი უკან მათ მიმართ ვიყავი გონორზე აგრესიული ვიყავი რა თქმა უნდა ვიქნებოდი ავტომატურად მეუბნება ის გააკეთებო მე მას არ გავეცი პასუხი დაახლოებით ციხის 10 თანამშრომელი მოვიდა ჩემთან და დამიწყო ცემა და დამიზიანეს ფეხი დაახლოებით 4 თვის განმავლობაში საწოლიდან ვერ ვდგებოდი გამიჩნდა თურმე ტუბერკულოზი და ზუსტად მე-11 თვეს ხდება ჩემი ეტაპირება ტუბზონაზე მე ფეხზე ვერ ვდგები, ძალიან ცუდად ვარ, ეხლა ვარ 79 კილოგრამი და მაშინ მოვედი 38 კილოგრამამდე. გაქვთ თუ არა დღემდე ჯანმრთელობის პრობლემები? და როდესაც თქვენ თქვით, რომ იმ ტუბზონაში, სადაც 35 კილოგრამი შეხვედით, მაინტერესებს რა სიმაღლის ადამიანი ბრძანდებით, იმიტომ რომ რაღაცა ზღვის მერე ეს უკვე არის კახექსია და შეიძლება ადამიანი რამდენიმე საათში დაიღუპოს ყოფილი პატიმრის ეს მაინტერესებს ჩემი სიმაღლე არის ბოდიშით 171
ჩემი სიმაღლე. 171 სანტიმეტრის სიმაღლის ადამიანი ტუბ ზონაში შევიდა 38 კილოგრამი. კი ბატონო, დაახლოებით 38-39. რომელიც იძახის რომ თურმე რაღაცები იყო გამოგონილი და სინამდვილეში ყველაფერი სააკაშვილის დროს იყო კარგად.